არ არის ამ ტელევიზიების მიერ მოპოვებული ცხადი, ეს არის სადაზვერვო ოპერაცია. საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოს და ამაზეც ვისაუბრეთ, რომელი სახელმწიფო აქ ჩართული და რომელი სპეცსამსახურებია ჩართული და მათ მოიპოვეს ეს ინფორმაცია, ბუნებრივია მათ დაზვერვა მუშაობს, მათ შორის უწყებებში და გადასცეს იმას ტელეპირვას და ტელემთავარს. ახლა მთავარი აქ რა არის? მთავარი ის არის, რომ ის გასაგებია, რომ ახლა დაუშვით ბრიტანული რაზვერვა მოიპოვებდა ამ მონაცემებს, მაგრამ მთავარია, რომ ინსტრუმენტები ყავთ აქ საცეცები, რომლებსაც არ ეშინიათ ამ აშკარად სახელმწიფოებრივი ღალატის ჩადენა საჯაროდ. როცა საუბარი ჰქონდა ჩვენ წლების განმავლობაში, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლის ასწრაფოთარი აღსადგენი, ზოგიერთები ყურებს არ იბატყუნებდნენ, აი შედეგი. ეს პირდაპირ ღალატია. ეს გაწერილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება. თანაც რაზეა საუბარი, რომ სპეციალური სპეცრაზმი წარმოადგენს სტრატეგიულ, ქვეყნის ინტერესების დაცვის ინსტრუმენტს. ხო? ეს ადამიანები არიან წინა ხაზზე ყოველთვის, აი და ნებისმიერ სიტუაციაში, ხო? და ამ დროს მათი დეზორგანიზაციის მიზნით ქვეყნდება ეს ინფორმაცია, ხდება მათზე ბულინგი. ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიის მიხედვით და გულისხმობს იმას, რომ ამის შედეგად უნდა მოხდეს დეზორგანიზაცია სახელმწიფო უწყებების. ანუ სახელმწიფო იმ შემთხვევაში თუ იქნება ერთიანი და არ დაიწყება რღვევა მის შიგნით ამ პროტესტებს შანსი არ აქვს, მაგრამ თუ მოხდება დეზორგანიზაცია და დაიწყებენ გადახტომას ნავიდან დაუშვათ მაღალი ჩინები, ეს მაგ შემთხვევაში იწვევს რა თქმა უნდა დეზორგანიზაციას, აი ეს ხდებოდა მაგალითად სირიაში, რომლად გადაქცევასაც ჩვენ გვიპირებენ სხვათა შორის, ამაზეც ვისაუბროთ და არა მარტო როგორ ხდებოდა თან რომ საინფორმაციო ოპერაცია, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები ქვია მაგას. ხდებოდა ისე რომ ვრცელდებოდა ჭორი, რომ გადადგა უშუალოდ ვიღაცა. აი მაგალითად გადადგა ღარიბაშვილი, ხო გაავრცელეს, ხო? გადადგა შემდეგ ვიღაცა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ, რომ დაიწყო რღვევა და იწყება ქვედარგოლებში იწყება პანიკა. ხო, ქვედარგოლებში იწყება პანიკა და ეს უნდა მიმდინარეობდეს ბულინგის ქვეშ, ანუ შიშის ქვეშ, ანუ ანგარიშწორების მუქარის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ადამიანები ფიქრობენ, რომ ახლა რაით ვის თუ გადადგა, მაშინ მე რა მეშველება, რამიტომ ჩუმად ვიყო. ამ გზით მიიღწევა დუმილის სპირალი. აი ესეთი ტიპის ოპერაცია, ეს აქედან გამომდინარე, ამაზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება. ეს არის პირდაპირ გეუბნებით სახელმწიფო ღალატი. ეს ტელევიზიები კაცო ინფაფინანსებს ეს ტელევიზიები ეს ადაზვერვო პირდაპირ სამსახური გვაქვს ეს შეპრობილები გვყავს ეს ჩვენი ეს ჰარპიები ეს ჩვენი ჟურნალისტები ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ეს სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან რომლებიც არიან პირდაპირ დაპროგრამებულები აი მაგალითად როგორც გუშინის რო იყო რა გვარია ის გოგო არ ვიცი რა გვარი და სახელი არ მინდა მისი გავიმეორო ის რუსოს რო უძახდა პრემიერს ხო თუ ჯერ ერთი პრემიერი არ უნდა ელაპარაკებოდეს და არ უნდა იწვევდეს და აკრედიტაციას უნდა ართმევდეს ასეთ სუბიექტებს ეს ერთი ელისო ჯარიაშვილზე რა მნიშვნელობა ხო ყველანი არ არიან ეგეთები არ არიან TV პირველის მოდი ასე ვთქვა ეშმაკეულთა ის რა ქვია რაზმი ხო და საერთოდ ამ სამეულის ეშმაკეულთა შეპრობილთა რაზმები ყავთ ხო ესენი აცკალები არ არიან რაღაც კაცები არ არიან ეს სხვა არსებაა უკვე ადამიანობისგან დაცლილი აბსოლუტურად ხო და ვინც მათ უყურებს და სიამოვნებს ისინი მით უმეტეს ესენი კემაინც ხელფასიანი ეშმაკეულები არიან და ესენი ეშმაკეულების მონები არიან ხო ეს ნებაყოფლობით ახლა პრემიერი ერთი მაგრამ არ უნდა ელაპარაკებოდეს კაცო ეს არ არის დონეთა შორის გასხვავება უნდა იყოს უნდა მაგას ელაპარაკებდეს სპიკერი ჯერ ერთი ეს ერთი მეორეც ეგეთი უნდა არსებობდეს ქსევის წესი რომელსაც ის უნდა ასრულებს წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს აკრედიტაცია არ შეიძლება რომ პრემიერსა და იმას შორის რა ქვია ამ ელისო ჯარიაშვილის შორის მიდიოდეს დისკუსიები კაცო და ელისო ჯარიაშვილის ბრიფინგი იყო იქ პრემიერის კი არა და ბოლოს დაიძახა რუსო ჯერ რუსოს რო იძახი გინდა სომეხო აფხაზო ქართველო ეგეთი კნინობითი ფორმით ეთნონიმის ძახილი ეს არის ეთნიკური შუღლის გაღვივა ამაზე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური ეთნიკური შუღლის გაღვივა
რას ნიშნავს რუსო ესე იგი რას ნიშნავს ყველა რუსი არის სალანძღავის სახელია რუსი რუსული ნიშნით იყო სწორედ ელისაშვილის გადაწყვეტილება ალიბაბაებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა და ამათ ესენი სპეციალური სპეცოპერაცია რუსო მაგათ კი არ მოუგონიათ ეს დამუშავებული იქ ტავისტოკის ინსტიტუტში რომ გამოიყენო ეს იმისთვის რომ მე გააღვიო არ დაუშვა არავითარ შემთხვევაში რაიმე ტიპის ნორმალიზაცია და პირიქით გამოიწვიო სამხედრო დაპირისპირება და ომი აი ეს არის თელი ფილოსოფია ეგ არის ბატონ სოსო აი თქვენ ძანეთ რომ ამას ვიტყვი რომელი ქვეყნის გავშიფროთ ეს თემა გავაანალიზოთ უფრო რომელი ქვეყნის სამსახურები არის ჩართული იმაში რომ საჯარო გახდა საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის სახით მათი ქორწილის ფოტოებიც კი გამოქვეყნდა ნუ ეს ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს პირდაპირ უნდა სასწრაფოდ დაიკეტოს ეს ტელევიზია არც მეტი არც ნაკლები ის სპეცრაზმი უნდა მივიდეს და დაკეტოს ეხლა თქვენ გეტყვიან რომ თავისუფალ სიტყვა თავისუფალი სიტყვა სახელმწიფო ღალატია თავისუფალი სიტყვა არის კაცო რა შუაშია თავისუფალი სიტყვა არის ტერს იმაშვები ესე იგი მაგ ის საქართველოს ტერს ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ სპეცნაზერს მიაგნოს ესე გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროება ეს რას ნიშნავს ესენი უნდა დაიკეტოს სასწრაფოდ ეს არის საყოველთაოდ წარმოუდგენელად ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ეგ რომ ამისადმე ეგ რომ მოხდეს მაგალითად იცი რამდენი შეერთებულ შტატებში რამდენია მაგაზე 97 წელი მიცეს თუ აღარ მახსოვს ზუსტად ახლა იქ ფაქტ-ჩეკერები რა ის რომ გაასაჯაროა ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმა სია გაასაჯაროა ზუსტად და ასანჟს რამდენი მიცეს იქ რომ რა ქვია სნოუდენს რამდენი მიცეს ამერიკაში რამდენი მიცეს ყვითელ ჟილეტიანების ვინაობა რო გასაჯარაოდეს ეხლა ხო წარმოგვიდგენიათ რა მოხდება ყვითელ ჟილეტიანებზე არა ყვითელ ჟილეტიანები პროტესტანტებია საფრანგეთში როცა მას ალბათ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კაშღერებისთვის ნუ ათეულობით წელი ეჭებათ ადამიანებს წარმოიდგინეთ და ახლა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არაოდ ამის გულისთვის რას უზამდნენ ტელევიზიას კი არა საერთოდ იმას რა ქვია მოანატრებდნენ საერთოდ წის შეხედოს კაცო რა ხდება საფრანგეთში ხედავთ არა ეს ჩვენი მართლაც უკუღმა რო აქვს ტვინი მოწყობილი ესე იგი რომ მიხვიდე ახლა მაგალითად იმაში შეერთებულ შტატებში მაგრამ ავიღოთ ხო ეგ არის შუქურა და მიხვიდე და თეთრ სახთან ესე იგი მიხვიდე ან კონგრესთან აიღო იქ ქვები ისინი რა ქვია პიროტექნიკა კიდე რა ვიცი ლაზერები და დაუშინო ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესისა რა რომ არ მოგწონს დაუშვათ რა მოუწონ არის მეტი რა აქვს მაგათ ხომ დაუშვათ არ მოგწონს აბუგრეებში რა ნებისმიერი რამე ხო რამდენიც გინდა იმდენი ხო და დაუშინო იქა და ისა პოლიციელები იდგნენ ეს საწყალი ამერიკელი ისინი რა ქვია პოლიციელები იდგნენ ესე და მიდიოდეს იქ ნანუკა ქაჯაია თუ რაგვარები არიან ეგენ და ის რაგვარი ეს კიდე და უძახდეს იქ რაღაცებს და მე თან ბიჯავდეს იმებს და ესენი იდგნენ და მე რომ დააკავებენ რომ დაარქვა რომ მოცალადე რეჟიმმა დააკავა გესმით ანუ ეს ხო სრული ეროვნული გამოთაყვანებაა აი სრული გამოთაყვანება ამას რომ ადამიანები ლაპარაკობენ კაცო ეს ხო წარმოუდგენელია უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ადამიანი შეიძლება ესე გამოტაყვანდეს და თანასობრივად ესე თუმე სპეცრაზმი და პოლიციასა შეიძლება მიხვიდე ცემო და იმან ხმარ უნდა მოიხოს იმიტომ რომ ევროპისკენ მიდიან ესენი და გამიგეთ ევროპისკენ რახან ესენი მიდიან და რუსეთში მიაქანებენ და რაღაც მოაქანებენ ესე იგი თურმე ამიტომ აქვთ უფლება რომ ცემო ბავშვებს 3 წლის ბავშვი ეყენა იქალებ თუ რამდენი წლის იყო ანგელოზივით ბავშვი ვიღაც დეგენერატ მშობელს მათ და წარმოიდგინე და რაღაცებს ამღერებდა და ამას რა ქვია ამას ნორმალურია ეს ახლა არც ერთი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ძალიან ბევრია საქართველოში ამაზე განცხადება არ გაუკეთებია ეგენი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ძვირფასო მაყურებლებო არის ქვეყანაში იმისთვის და საერთოდ ეს მთელი ქსელი იმისთვის არის და იმისთვის ლობირებენ ეს არასამთავრობოები იმ კანონებს რომელსაც ლობირებენ რომ სახელმწიფო იყოს აბსოლუტურად მორჩილი და მათ ავატყოფურ ზეგავლენას დაექვემდებაროს რისი შედეგიც განათლების სისტემაში რაც დანერგეს ეგ გვაქვს ადამიანები რომლებიც არ დადიან როგორც ქართველები არ იქცევიან როგორც ქართველები
პროტესტს გამოხატავენ როგორც ქართველები არ გამოხატავენ აი ესე ვაჩვენებდნენ მაგალითად რაღაც დაახწუნაობდნენ ეშმაკეულებივით ხომ აი ეს სრულად წარმოუდგენელი და ამავე დროს ამ განათლების სისტემაში და გარდა ამისა სხვა ტექნოლოგიური მაღალტექნოლოგიური ინფორმაციული ტრენდების გამოყენებით რა გააკეთეს და ადამიანებს სრულად მოდი ასე ვთქვათ დაამუხტეს ეს ადამიანები ისე რომ საერთოდ უსაგნო თემაზე ქვეყანას ანგრევინებენ და რა არის ახლა ეს უსაგნო თემა პირველი არანაირი ევროკავშირში არავინ არ მიგვიღებს სულ რომ თალფეხზე ვიდგეთ დიდი ბრძენი ბურჯანაძე რო იყო ის კი არა გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილე იმის რეკომენდაციებს რომ მიყვეთდა კიდე იმას როგორია გია ჩუტლაშვილი რო არის თუ დავით ჩუტლაშვილის რეკომენდაციასაც რომ მიყვეთდა ევროკავშირში შესასვლელად გავხდეთ ყველანი გეები მაინც ვერ მიგვიღებენ